სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს მიმართა. უწმინდესმა მორწმუნეებს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მიულოცა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ ეს არის უდიდესი დღესასწაული და უნდა გავიაზროთ თუ რას ნიშნავს ტაძრად მიყვანება. დღესვე პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ტაძრად მიყვანებას ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის უდიდესი დღესასწაული და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ეკლესია ჩვენთვის, რას ნიშნავს ტაძარი ჩვენთვის. რა იქნებოდა საქართველოს, ვიქნებოდით ჩვენ, რომ არ გქონდეს, არ ყავდეს ჩვენი ეკლესია და ჩვენი ტაძრები. ეს არის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. თქვენ იცით, რომ ღვთისმშობელი მარიამი როცა გახდა 3 წლის, მშობლებმა იოაკიმემ და ანამ მიიყვანეს ტაძარში და როცა მიიყვანეს, კიბეები აიარა თავისით, ყველას გაუკვირდა ეს და იქვე იყვნენ მღვდელმთავრები და შეიყვანეს წმინდათა წმინდაში. საკურთხევლის იქით კიდე იყო ადგილი წმინდათა წმინდა, რომელშიც მღვდელმთავრებიც ძალიან იშვიათად შედიოდნენ. ულოცავ მთელ საქართველოს უსულვებ ღვთისწყალობას, მის მფარველობას და ღმერთმა გააძლიეროს და გაამკვიანოს სრულიად საქართველოს.